Şurada şey yapamazsın. Bak, es artı. Bak, es de san. Hepsi. Şimdi vasıta. Es artı sirtet metin. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრიპტოკომპანიის მენეჯერი დააკავა, რომელსაც ათეულობით მილიონი დოლარის უკანონო ტრანზაქციების განხორციელებას ედავებიან. უწყების ინფორმაციით, კომპანია საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და ვირტუალური აქტივებისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახორციელებდა. საგამოძიებო სამსახურმა ფარული ჩანაწერებიც გაავრცელა. ეს უნდა ჩამოვიდეს. ჩხრეკისას ამოღებულია 83.903 დოლარი, 300 ევრო და დაახლოებით 79.600 დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, ასევე საბანკო ბარათები, ტექნიკა და დოკუმენტაცია. დაკავებულს უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება ასევე იკვლევს გადასახადებისთვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებს. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამ საქმიანობით ბრალდებული ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას. საგამოძიებო სამსახური კომპანიის სახელს არ აკონკრეტებს. შესაბამისად, უცნობია არის თუ არა კავშირში ეს დაკავება ბოლო დროს საქართველოში მოქმედი კრიპტოკომპანიების მიმართ შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან. 7 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დაფუძნებული კომპანია შელბითი დაასანქცირა, რომლის გამოყენებითაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მილიონობით დოლარის ლეგალიზებას ახდენდა. ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ შეერთებულმა შტატებმა კრიპტოვალუტის ფარული ქსელები გამოააშკარავა, რომელიც მხარს უჭერდა უკანონო ციფრული ვალუტით მიმოქცევას. ამ ქსელს კი ირანში დაბადებული სიავაშ კაივამპური მართავდა საქართველოში დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით. კომპანია შელბითი საქართველოში 2025 წლის 29 აპრილს დარეგისტრირდა. მისამართად კი თბილისის ტექნოლოგიური პარკი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იყო მითითებული. 2026 წლის 26 ივნისს კომპანიამ რეესტრს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. პროცესი კი 30 ივლისს დასრულდა. მაისსა და ივლისში დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთის სანქციების გვერდის ავლის მიზნით იყენებდა. ყველა დასანქცირებული კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ ეს კომპანიები მათ მიერ ლიცენზირებული არ ყოფილან.